მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ სიმადლობა იმის, რომ გამოწერილი გქთ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ გაკეთებით მე ვარ კატო. და ეხლა მინდა გავაკეთოთ გაშლა. არიან ადამიანები, რომელსაც არ ყავთ პარტნიორები, უკვე გამოტირებული ყავთ ყველა და ყველაფერი, თუ კი ვინმე რამე ატკინა, ახალ ენერგიებში არიან. და აინტერესებთ უბრალოდ მათ ცხოვრებაშიც გამოჩნდება თუ არა ვინმე ადამიანი, რომელიც რაღაცა დადებით ემოციებს მისცემს, ხო? მოდით გავაკეთოთ გაშლა ორ ვარიანტად, ანუ შემოვა თუ არა თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი და როგორი ადამიანი იქნება ეს ადამიანი, ხო? რაღაცა ესეთი. იმისთვის რომ არ ჩანს მაგიტა ცოტა ისეთ ფორს მაჟორულ სიტუაციაში ვაკეთებ გაშლას, მაგრამ არა უშავს. ესე გავაკეთოთ, მოდით ესეთი სამეჯურებით ავირჩიოთ. ესეთი ვერცხლისფერი მარგალიტია. ესეთი სამეჯური, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი იყოს ესეთი სამეჯური, ხო? რაღაცა განსხვავებული თითქოს ერთ ფერშია, მაგრამ განსხვავებული. მოკლედ, პირველი ვარიანტი არის ეს სამეჯური, მეორე ვარიანტი ეს სამეჯური. აერჩიეს, ჩაიფიქრეთ, ან ერთი, ან ორი, ან ეს სამეჯური, ან ეს სამეჯური და ნახოთ, შემოვა თუ არა თქვენ ცხოვრებაში ახალი პარტნიორი უახლოეს პერიოდში და როგორი ადამიანი იქნება, ხო? ანუ რა ენერგიებით იქნება ეს ადამიანი. მოკლედ, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, დავიწყოთ პირველი ვარიანტით და ვნახოთ. შემოვა თუ არა უახლოეს პერიოდში, მოდით 1-დან 3-მდე ავიღოთ, ძალიან ბევრიც არა და ვნახოთ, შემოვა თუ არა თქვენ ცხოვრებაში ადამიანი უახლოეს პერიოდში. ნახეთ, აქ ესე გეტყოდით, თქვენ ცხოვრებაში ახლისა რა მოგახსენოთ, მაგრამ წარსულიდან შეიძლება ბრუნდებოდეს ადამიანი. ნახეთ, წარსულიდან ადამიანის დაბრუნება მაინდა-მაინც რაღაცა ბევრს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელთანაც შეიძლება თქვენ რაღაცა გადაკვეთის წერტილი გქონდათ, რაღაცა სამუშაო მდგომარეობასთან მიმართებაში, ესე ვიტყოდით, თქვათ, წინა სამსახურის ადამიანი, რომელთანაც საერთოდ არც გიფიქრიათ, რომ ეს ადამიანი თქვენს მიმართ რაღაცა ინტერესით იყო გამსჭვალული და აღმოჩნდა, რომ თურმე აინტერესებდით და დღესდღეობით რომ აღარ ხართ იმ სამსახურში და ასე შემდეგ, ეს ადამიანი გამოჩნდება. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, შემოდის, ოღონდ რატომღაც ძალიან ნელი ნაბიჯებით მოდის თქვენამდე. შეიძლება აკვირდება სიტუაციას, შეიძლება აქვს ის მომენტი, რომ თქვათ იმ პერიოდში, როდესაც იქ მუშაობდით, თქვათ რაღაცა ყავდათ ურთიერთობაში და ფიქრობს, რომ ისევ ხო არ ყავთ ურთიერთობაში. აქ თქვენთან პირველ ვარიანტმა ვინც ჩაიფიქრეთ, კი შემოდის და ადამიანი, რომელთანაც გქონდათ გადაკვეთის წერტილი, რაღაცა სამსახურობრივი რაღაცა, თუნდაც ერთჯერადი სამსახური, ანუ რაღაცა ფინანსური კავშირის მომენტი ხო, რაღაც შეკვეთა გააკეთეთ ამ კომპანიაში რაღაც და ერთხელ გქონდათ, მაგრამ აი რაღაცა ეს მომენტი. აი ადამიანი არის აშკარად თქვენთან დაკავშირებული რაღაცა მატერიალური მდგომარეობით. ძალიან სტაბილური, ძალიან მშვიდი ადამიანი არის, თუმცა ესე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც მშვიდი არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მან არ იცის, ხო აი აშკარად არ იცის თქვენი პოზიცია და თქვენი მდგომარეობა ეხლა რა პოზიციაში ხართ. შეიძლება მაშინ გათხოვილი ყავთ, ეხლა თქვათ გაშორებული ხართ თუ არ ხართ. რაღაცა ეს მომენტი აქვს. შესაძლებელია აქ რომ აი კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ აშკარად ვიღაცა არ აქცევდით ყურადღება, შეიძლება ხო? არ კი დაგიშვიათ, რომ შეიძლება ამ ადამიანთან რაღაცა კავშირის მომენტი. და ადამიანი ცოტა გაურკვევლობაში, ანუ რომ გადმოდგას ნაბიჯი, თქვენ მიიღებთ თუ არა. შესაძლებელი კიდე ერთი რა არის, ეს ასაკობრივი სხვაობაც იყოს, აქ არის ეს მომენტიც, რომ შეიძლება ასაკობრივი მდგომარეობაც იყოს თქვენ შორის, თქვენზე პატარა იყო, ან თქვენი ხელქვეითი იყო და იმიტომ რომ თქვენ აშკარად ამოდიხართ ესეთი ძლიერი ენერგიებით და მასზე ძლიერი ხართ, ну აი თქვენი თქვა შეხედულებებით, თქვენი გამოცდილებით, ხო, თქვენი რაღაცა ქმედებებით, გაანალიზებებით და ну აი ეს რაღაც მომენტები აქვს ამ ადამიანს.
თუმცა ძალიან ისეთი სტაბილური ტიპაჟია, ძალიან ფრთხილი და ძალიან ესეთი ეროიტყვიანი ხოლმე, რომ აშერ გაზომავს და ერთხელ გაჭრის, ხო? აი, ნუ არასოდეს არ გააკეთებს ისეთ ნაბიჯს, სადაც დარწმუნებული არ არის ბოლომდე, რომ მას იქ გაუმართლებს. რაღაცა ესეთი ადამიანი არის. სხვათა ძალიან მიზანსტრაფული არის. მე ვერ ვიტყვი რომ არ არის მიზანსტრაფული, ძალიან მებრძოლი არის, ძალიან ისეთი ენერგიული ადამიანი არის და ერთადერთი რაც არის აქ იცით რა მომენტი არის რომ ცოტა აი ეს მომენტი რომ ასჯერ გაზომოს, ხო, შესაძლებელია რომ რაღაც მომენტში ამ ადამიანს დრო გაექცეს. დრო გაექცეს და თან ერთადერთი რაც არის, აი ეს მომენტიც არის, რომ ცოტა ხო აი ორიენტირებული არის ესე მყარად ბოლო მომენტამდე უნდა იცოდეს სად მიდის და რას აკეთებს. არასოდეს არ აყლება ემოციას, მიუხედავად რომ თქვათ ემოცია შეიძლება გქონდეს, ხო, თქვენს მიმართ რაღაცა ეს სურვილი ამ ყველაფრის, მაგრამ არა, აი ძალიან ფრთხილი, ძალიან დაკვირვებული, მიზანსტრაფული, ცოტა პრინციპულიც არის ეს ადამიანი და მაგრამ სტაბილური ადამიანია, ხვდებით? ნახეთ, აი საყრდენად ეს ადამიანი ნამდვილად გამოგადგებათ, ხო? ანუ თავისი მამაკაცური თუ რაღაცა ვაჟკაცური ქმედებებით, ხო? ხო, ეს ერთ გეტყვით კიდევ, რომ ნუ აქ აშკარად წარსულის ადამიანია, რომელთანაც აი შეიძლება ისე ჩაუჭერით სიტუაციაც, რომ ვერც კი გაგიბედათ, რომ თქვენამდე მოსულიყო. აი, მაშინაც კი ისეთი სიტუაცია შექმნით, რომ ვერც კი გაგიბედათ, რომ რაღაცა ურთიერთობა შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, ნუ ეხლა რაღაცა აპირებს ეს ადამიანი დაბრუნებას, ოღონდ იცოდეთ, რომ ძალიან იფრთხილებს ამ ურთიერთობისთვის. კაც ესეც გამოვიდა პირველი ვარიანტი გილოცავთ როდით, მაგრამ რამდენად გინდით ეს ადამიანი ხა ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია, ეს იყო პირველი ვარიანტი და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინც ერჩესთი. მეორე სამეჭური, ნახოთ თქვენთან თუ შემოვა ადამიანი და როგორი ადამიანი შემოვა. მეორე ვარიანტი. აი თქვენთან რაც შეეხება, მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ეხლა მეორე ვარიანტი არ ვიცი რატომღაც გადართული ხართ ისეთ სიტუაციაზე, რომ მატერიალურად წინ წახვიდეთ, უფრო მეტი შეიძლება აქ რაღაც მომენტში აი შემოვა თუ არა კითხვაზე ისე გეტყვით, რომ თქვენ თუ თვლით, რომ გაშვებული გაქვთ ურთიერთობები წარსულის, არ გაქვთ ბოლომდე გაშვებული, აქ არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას თუ დაოჯახებული იყავით და გაშორდით მეუღლეს, არ გაქვთ დასრულება, ან ხელი არ გაქვთ გაწერილი, ან რაღაცა ისეთი არ გაქვთ ჩახსნილი, რაც არ გაძლევთ იმის საშუალებას სამყარო, რომ ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და რაღაცა განახლება მოხდეს თქვენი ურთიერთობის. აქ თითქოს სამყარო ელოდება იმას, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეთ რა გინდათ. რაღაცა თითქოს თქვენ თვითონაც არ იცით საერთოდ გინდათ თუ არა ამ ეტაპზე პარტნიორული ურთიერთობა, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ანუ რაღაცა მომენტში ცოტა სამყარო თვლის თითქოს რომ რაღაცა აკვიატების მომენტი ხო არა აქვს ადამიანს, იმიტომ რომ აი რაღაცა გააქვთ ისეთი მდგომარეობა. ხო, აქ პირდაპირ გეტყვით, რომ აქ თუ მეუღლის მდგომარეობაში იყავით, კონკრეტულად მეორე ვარიანტი, თუ იყავით ურთიერთობაში, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში და არ გაქვთ ჩაჭრილი ურთიერთობა, ანუ ფურცელზეც
თქვათ ხართ ანუ ერთად არ ცხოვრობთ 10 წელია 20 წელია შეიძლება მაგრამ სადღაც ფურცელზე მაინც ერთად ხართ აქ სამყარო გეუბნებათ რომ არა ჩვენ არ ხარ ჯერ თავისუფალი ადამიანი შენ არ ხარ ჯერ რაღაცა არ დაგისრულებია რაღაც მომენტში შეიძლება მოლოდინი გაქვს იმის რომ ეს ამ ადამიანთან აღგიდგეს ურთიერთობა ამიტომ რო გითხრათ რომ ეს შემოვა ადამიანი თქვენ ცხოვრებაში ცოტა გამიჭირდება რომ გითხრათ ეს ყველაფერი არა მეორე ვარიანტი დასასრულებელი სიტუაციები გაქვთ შემოკარგება აქ მეორე ვარიანტი გასანთავისუფლებელი სიტუაციები აქ მეორე ვარიანტის ადამიანი არ არის მზად იმისთვის რომ ვინმე მიიღოს არ არის მზად არ გააქვს გაშვებული მის გონებაში მის რაღაცა შინაგანში არ აქვს ჩაჭრილი არანაირად შეიძლება მეუღლე არ ყავდეთ მაგრამ პარტნიორი ყავდეთ რომელთანაც რაღაცა წლები გაკავშირებდეთ და აი კი ამბობთ რომ მე დავასრულე ყველა ტკივილი გავიარე ყველაფერი დავასრულე მაგრამ სადღაც ფოტოს ნახავთ სადღაც გადიხართ აი სადღაც სულ ეძებთ ამ ადამიანის ნახვა შეიძლება ითქვას ხო აქ მეორე ვარიანტთან სამწუხაროდ უახლოეს პერიოდში ვერ იქნება ვერაფერი ისეთი სანამ ეს ადამიანი არ განთავისუფლდება არ გაეხსნება იმ ბორკილებიდან რომელშიც იმყოფება სანამ არ დაამთავრებს და თავის სულს არ მისცემს თავისუფლებას და სანამ არ გაივლის იმ ტრანსფორმაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში ამ ანუ ამ ყველაფრის დასრულება იმ დონეზე, როგორიც საჭირო არის სამყაროსთვის, რომ სამყარომ მიხვდეს, რომ თქვენ ხართ მარტო ადამიანი, რომელიც მზად არის ურთიერთობისთვის, რომელსაც უნდა ურთიერთობა და რომელსაც რაღაცა სჭირდება პარტნიორი გვერდით, ხო, რაღაც ეს მომენტიც ესეთი მდგომარეობა არის. ნუ აქ ხო გეუბნებთ, ან ერთის მხრივ უფრო რაღაც დაშორებული ქალბატონები არიან, რომლებიც ნუ რაღაცა მეუღლესა ხელგაწერილი არ არიან. ნუ გადახედეთ, ვისთვის როგორ, ხო? მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ ეს მეორე ვარიანტი, ესე გამოვიდა. არაო სამყარომ სამწუხაროდ ჯერ განთავისუფლდითო. გისურვებთ მალე განთავისუფლებულიყავით ყველაფრიდან იმ ბორკილებიდან რომელსაც თქვენ თვითონვე და ჩვენ თვითონვე ვცდილობთ ხოლმე რომ ვითომ გგონია რომ განთავისუფლდით მაგრამ ჩვენ თვითონვე ვადებთ საკუთარ თავს ასე რომ მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ სიყვარულს გისურვებთ და ბედნიერებას თითოეულ თქვენთაგან დროებით